მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის წარსადგენად კომპანიებს ვადა 26 აგვისტომდე აქვთ. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გვირაბებს, მოეწყობა სადგურის შენობები, ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილიაციო და სადრენაჟო სისტემები. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობასთან ერთად დღეს ვიზუალური მასალას წარმოადგინა თუ როგორი იქნება ახალი მეტრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქის ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის. ჩვენ მოუწოდებთ ყველა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კომპანიებს, რომ მიიღონ მონაწილეობა. პროექტი დაახლოებით სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში გვეყოლება ჩვენ გამარჯვებული კომპანია, დამოკიდებული არის თვითონ მონაწილეთა რაოდენობაზე და ამ წელს უკვე ჩვენ დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. 2016 წლისათვის იგეგმება მეტროსადგურის მშენებლობის დასრულება, როდესაც თბილისის მოსახლეობა შეძლებს კომფორტულად, სწრაფად ისარგებლოს მეტროს მომსახურებით და მეორე მხრივ მაქსიმალურად მეტროს ზედა ტრანსპორტი განიტვირთოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე.